ამბობენ ლიუბლიანას ქუჩაზე თითო სავანტყოფოზე 5 კაფე ბოდისო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ფაქტია, რომ ლიუბლიანაზე კლინიკების და ჰოსპიტალების გარდა ძალიან ბევრი კვების ობიექტია და ერთ-ერთი რესტორანი ჰეკაია. რომელი ქვეყნის სამზარეულოა ბატონო? ლიბანური სამზარეულო, კი. კერძები აგერ გამოფენილია ყველაფერი. ერთი კითხვა მაქვს, ქართულად რატო არ არის? ქართულად რატო არ არის? კანონმდებლობიდან გამომდინარე სავალდებულოა ნებისმიერი წარწერა უნდა იყოს როგორც უცხო ენაზე, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ასევე ქართულ ენაზე. ჩვენ ხო საქართველოში ვართ. მერე ჩვენ რა დავაშავეთ? მე არ უნდა ვიცადე ლიბანური. აუცილებლად უნდა გააკეთეთ ქართულად. მოდით გახოთ კონდენსატი რამდენად არის? კონდენსატი საერთოდ არ არის, სუფთა არის. ხელთათმანებში მუშაობენ. მოდით ვნახოთ მაცივრებში რა ხდება. მაცივრებში პროდუქცია ჩალაგებულია, აი უფრო კარგად უნდა იყოს ჩალაგებული და მოწესრიგებული უნდა იყოს და აი წვდომა ერთმანეთთან და დაბინძურების რისკი არ უნდა არსებობდეს და ქვევიდან ამოსაწმენდია. ქართული კანონმდებლობით აუცილებელია რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე იყოს ვადა მითითებული, იმიტომ რომ ვადა იყოს აღნიშნული და პროდუქცია იყოს ახალი. მაცივრები ზედაპირები არის მოწესრიგებული და სუფთა, ძალიან კარგი არის. კონდენსატი იწყება და გეტყობათ რომ ასუფთავებთ კონდენსატს და წმინდავთ, ესეც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ოღონ აი აბსოლუტურად არც ერთ კონტეინერზე არ არის სტიკერი, აი როდინდელია, როგორ გავსაზღვროთ, აი ეს ფიზიკურად შეუძლებელია სამწუხაროდ. მაგრამ მაცივრები სუფთა არის და ეს არის ძალიან კარგი. ეცადეთ რომ ყველაფერი აბსოლუტურად იყოს დასუფთავებული. აი კონტეინერებიც უნდა იყოს ძალიან სუფთად მოთავსებული. რა სიხშირით იცვლება ზეთი? და რომელ ზეთს? ყველა რამდენ ხანში იცვლებაო? ყველა ორ დღეში. ეხა ზეთი მანახეთ რომელს ხმარობ? მრავალჯერადი ფრიტურის ზეთს ხმარობთ, კი ბატონო. და ყოველ ორ დღეში ცვლით. მაგრამ ზეთი ისეთი ფერია, რომ 2 დღის სიმართლე გითხრათ ცოტა მეეჭვება, მაგრამ უფლება არ მაქვს, არ დაგიჯეროთ, მჯერა თქვენი. გავიკეთე სათვალე რომ კარგად დავათვალიერო ყველაფერი. ესე იგი რაღაცა ბურგერები, ჩიქენები, ეს არის ლიბანური კაფე. მე მეგონა ჰეკაი არის ჰეკაია. მაგრამ არა, ყოფილა სტორია, ანუ რაღაცა ისტორია, ესე ვთქვათ, მოთხრობა. ვერ გეტყვით, ალბათ ლიბანური ისტორია, ესე ვიტყოდი. აი ნახეთ რა ლამაზი კერძებია, სურათზე ძალიან ლამაზია, ჩიქენ ბურგერი, ფილადელფია, აბა რა არის კიდე? სხვადასხვა რაფსებია. აი სალათები, ბრინჯი და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან ლამაზია. აი ინვენტარი მე რასაც უყურებ, კარგია, მაგრამ ჩემი თვალი და მადონას თვალი სულ სხვაა. კარგით, აბა დავათვალიეროთ. სუფთა მე მომწონს. ნახეთ, აი ესეთი რბილი ავეჯია. სუფთა მაგიდებია. ეს არის საშაქრე, საპილპილე, სამარილე არის, ხელსახოცები არის, დენცქვიტები არის დალუქული ყველგან, აი ხედავთ, ყველგან და ბუნებრივია რომ ვკითხე პერსონალს თუ რატოა, რა ხდება, გაფუჭებულია, დაზიანებულია, თიც მიადებდა, დენს დაგარტყამს თუ რა ხდება და გვითხრეს რომ უბრალოდ არ გვინდა რომ გამოიყენონ, რომ ისარგებლონო ამ დენცქვიტით და მეთქი რატო და აი თუ ტელეფონი დამიჯდა რა უნდა გავაკეთო? არაფერი უნდა მოიტანო ჩვენთან და ჩვენთან დატენო, აი მაგალითად აქო. აი აქ. შეგიძლია დატენო და იქ არაო. აი ასეთი უცნაური ლიბანური წესებია ჰეკაიაში. ეს არის მოსაწევი დარბაზი, მაგრამ აქ 1/3 მაინც ღია უნდა იყოს სიგარეტის მოწევა რომ მიმდინარეობდეს ქართული კანონმდებლობით შენობაში მოწევა არ შეიძლება და აი ის ღმულები არ არის საკმარისი. უნდა იყოს შეიძლება აი ყველაზე მაქსიმუმ 1 კედელი მაინც უნდა იყოს ნახევრად მაინც ღია, იმიტომ რომ აშკარად სიგარეტის სუნია და არამწეველის ჯანმრთელობის დაზიანება. თან თუ ეწევიან გაცალეთ მაინც. აი საშინელი სუნია, აი ნახეთ, ძალიან არასასიამოვნოა.
ეს არის ძირითადი სამზარეულო, სადაც კერძები მზადდება, იქ უკვე მზაკერძები გადის, აი აქ ნახოთ რა ხდება. აქ აშკარად წვეთა სერიოზულად მიმდინარეობს და გასაწმენდია და გაწმინდავენ, იმიტომ რომ იქ იმდენად მოწესრიგებულია, რომ ამასაც ალბათ მოაწესრიგებენ და გაწმინდავენ. ეს არის მაცივარი, ხო? ну, აი იქ თუ არის ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა, აქ უკვე ცოტა კოროზიაც არის და ყველაფერზე აბსოლუტურად სტიკერები უნდა იყოს და მაცივრები დასუფთავებული უნდა იყოს. აქ უკვე ცოტა მოთხოვნები უფრო მკაცრდება ამ სამზარეულოს მიმართ. ჭერიც ცოტა უფრო კარგად გაწმინდეთ, ცვენა არ უნდა მიმდინარეობდეს. კონტეინერები სუფთაა და მოწესრიგებულია და კარგი არის. აქ არის კონტეინერებში ნახევრად ფაბრიკატები და მზაპროდუქცია დამზადებული და ძირითადად უნდა ეცადოთ, რომ ერთმანეთი რო არ დააბინძუროს, თავზე უნდა დაახუროთ, იმიტომ რომ გამოგაქვთ დებთ მაგიდაზე და მერე დებთ და ერთი მეორემ ზევიდან შეიძლება ქვედათა რო დააბინძუროს. ეს ყველა უნდა იყოს აუცილებლად შეღებილი, ჩვეულებრივად პულივიზატორით ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ვადები უნდა იყოს ყველაფერზე აბსოლუტურად აღნიშნული და თქვენ ვადები აბსოლუტურად არაფერზე არ გიწერიათ. ეს არის ალბათ ყველი, ხო? როგორც მივხვდი, ყველი. ნახეთ, ყველი და ხორცი ერთად არის ყოვლა დაუდებელი, ეს დაუშვებელი. ეს ხო არის, კი, ეს ხორცი, ვიცი, ეს ხო არის თხელი პარკი და ადვილად იხევა. და ამან შეიძლება ეს დააბინძუროს და ხო ამას გავრეცხავთ, ამას ხო ვერ გავრეცხავთ. არა, არ შემხვედრია, მაგრამ რისკებიც ხო უნდა იყოს გათვალისწინებული, ხო? ამიტომ ხორცი ცალკე, აი ესენი ცალკე და ყველი ცალკე, ხო? აი ამას მიაქციეთ ყურადღება, აუცილებლად. კარგი. და აუცილებლად, რომ აი ეს ყველაფერი უნდა იყოს, კი. მაღალი ტემპერატურაა -18 მაინც იქნება 18-დან 20-მდე და ბევრად ხანგრძლივია შენახვისვა და არ გედავებით. პროდუქციის ხარისხზე არ ვლაპარაკობ, კარგი გაქვთ, მაგრამ ვადები უნდა იყოს. სწორად შეფუთული უნდა იყოს ყველაფერი და ერთმანეთთან კონტაქტში წვდომა არ უნდა იყოს. ეხლა ნახეთ რა არ მომწონს მე თქვენთან. აი მომინდა კოქტეილი. გამიკეთებთ კოქტეილს და ყინვით მომიტანთ, ხო? აი ეს ყინული ხორცებთან ერთად და პროდუქციასთან ერთად არ უნდა იყოს. ჯერ სუნი, არა ესთეთიურია, მე გემო. ხორცისთვის ეს ყინული. არ არის სვენი რამე ან რაღაც. ეს ხორცისთვის. ხორცისთვის დადგინათ. მაგ საქმე უნდა რა ქვია? უჭირდება ყინვა? კარგი, გავატარო, ჩავთვლი მაგ. კედლები სუფთაა. კონტეინერები იდეალურად სუფთაა და მომწონს. ძალიან კარგია. სუნი არ არის და გამწოვი კარგად მუშაობს, თუმცა კონდენსატი დაწყებულია და გაწმინდეთ, იმიტომ რომ ცოტაა ძალიან კონდენსატი და ეტყობა რომ ახალია. ჭურჭელი კარგად ირეცხება და ერთი თხოვნა მაქვს კიდე. აი ასეთი რამ ეცადეთ რომ არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს როდესაც სველდება არის ბაქტერიების გამრავლების ბუდე. ამიტომ ეს რო ხო კი ბატონო, მაგრამ არ შეიძლება. და კიდე ერთი თხოვნა, სამზარეულოში გარე ჩაცმულობა მესმის რომ სიცივია, მაგრამ ჟილეტები იყიდეთ ბიჭებო და ამაში არაა სწორი, ხო? იმიტომ რომ ქუჩაში დავდიოთ, სიცივია, მაგრამ რაღაც აი სხვა სადაც ამდენს აკეთებთ, ესეც გააკეთეთ. უყიდეთ გოგოს კარგი ჩაზაცმელი, კარგი ქურთუკი რამე თბილი და იმუშავებს ნორმალურად. არ ვიცი, გემრიელია თუ არ არის გემრიელი. ეხლა ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესო, მთავარია სუფთა და აი ეგ არის მთავარი. აი აქ არის ხელის დასაბანი. აქ რა ხდება? ტუალეტი. ტუალეტიც ნორმალურია. მოკლედ სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით ამ ობიექტით. ქალბატონო, თქვენც მოუყევით ჩვენს ლიბანელ მეგობრებს. ნამდვილად არ გვეგონა, იმიტომ რომ ხშირად დავდივართ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, უცხოელების გახსნილ კაფეებში და სამწუხაროდ ბევრგან არ არის კარგი მდგომარეობა, ეს რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ აქ სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, რომ ლიბანური კაფე ჰეკაია არის საკმაოდ სუფთა, მოწესრიგებული კვების ობიექტი. მივესალმებით ესეთ ბიზნეს ოპერატორს, როგორც მადონა იტყოდა და წარმატებებს უსურვებთ მათ საქმიანობაში.